მე არ წარმოგიდგენია არც ერთი რაღაც სცენარი, სადაც ეს შეიძლება იყოს გამართლებული. არ ფშაში არის, ანუ ჩვენ რაღაც ელემენტარული ცდილობა და წესები გვაქვს და, რა ვიცი, ქალი შეიძლება ცუდად მოიქცეს, მაგრამ ამიტომ ცხვირს არ უტეხავთ. ეს მეგონი რაღაცნა არანაირი მაგრამს და დამატებას არ ითხოვს. ამის იქეთ ჩემი აზრით რაღაც უმსგავსობა იყო ადმინისტრაცია, რომელსაც პრობლემა ვერ მოაგვარა, რომ მისი პასუხისმგებლობა, ბოლოს პოლიციას დაუძახოთ, თვითონ ვერ აგვარებენ, თუ ხედავენ რომ ორი სტუმართა ჯგუფი ერთმანეთს ჩხუბის პირას არის. ის ქალების ეხლა რომ უძველად იქცეოდნენ, ეს ფაქტია და ეხლა 3 წელი მოკრებო ამ ბიჭსო, ეს მეგონი ნამეტანია ყველა გაგებით და აი მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ საზოგადოებაში არ გვაქვს ასეთი კონფლიქტების მოგვარების გზა. აი წარმოიდგინეთ, რომ რაღაც მოსამართლე რო ყავდეს, როცა ავტორიტეტი გააჩნია. აი უხუცესები რო იყვნენ სოფელში, ხო? აი როგორ დამთავრდებოდა ეს ბოლოს და ბოლოს, ხო? მივიდოდნენ რაღაც პატრიოტულ ადამიანთან, ვისაც ყველა ენდობა და ის განსჯიდა ამ ისტორიას. აი ჩვენ ქვეყანაში არ ყავს ადამიანი, ვინც გასაგებია რომ კონფლიქტი ყველა მხარე რაღაცნაირად დამნაშავეა. ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ყველაფერი შეიძლება რაღაც პოლიცია დაგეძახა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ცხვირი არ უნდა გაკეტეხა ქალისთვის. მაგრამ ვიღაც ხალხი სხვანაირად ფიქრობს. ბევრი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს და ამიტომ მჭირდება რომ ამიტომ მჭირდება სასამართლო. არა მარტო რაღაც დიდი საქმეებისთვის, ასეთი საქმეებისთვისაც სასამართლო მჭირდება რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. ეს კონფლიქტი ხო მარტო ამ ხალხს შორის არის, აი ჩვენ შორის არის ხო საზოგადოებაში ხო ვიღაცა ერთხარეს არის, ვიღაცა მეორე, ერთმანეთს ლანძღავენ ხალხი შევაწყობას აყენებენ და შემდეგ თუმცა ისიც ხო პრობლემაა სანდრო რომ თავად ეს ტურისტებმაც რაღაცნაირად ცოტა ბევრი სუფლება მისცეს მსუბუქად რომ თქვა საკუთარ თავს. ჩვენ ხო სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, ბევრი ტურისტი გვინდა სასტუმროებს ვაშინებთ. თქვენ ხშირად ყოფილხართ სხვა ქვეყანაში და იცით რომ ტურისტები ზოგადად მიდრეკილები არიან, ხშირად სულად მოიქცნენ. რო კითხო გერმანელებს, პოლონელებზე უფრო უძდელი ხალხი არავინ არის და პოლონელებს რო კითხო გერმანელებზე იგივე სიტყვიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ტურისტების რაოდენობა იზრდება, იქ ყოველთვის იქნება ვიღაც უძდელი, სულად მოიქცევა, ამას ხო ვერაფერს ვერ დაასხვა. ადამიანი მოდის და ვერ კითხა უძდელი ხარ თუ არა საზღვარზე. და საბოლოო ჯამში ასეთი ამბავი სულ იქნება. თელი პრობლემა არის ჩვენ როგორ რეაგირებთ და ჯერ ესეთიც ეხა ისევ და ისევ აი ცხვირის გატეხვა გვაქვს არაფერი არ წერია, მაგრამ ზოგადად ასეთი კონფლიქტის მოგრების გზა ხომ და არსებობდეს. ეს კონფლიქტი სულ არსებობს. აი თუნდაც არაფერში არ იყვნენ რუსები, სულ უკრაინელები რო იყვნენ და რა ვიცი, ამერიკელები რო ყოფილიყვნენ, რა მნიშვნელობა აქვს ამ საბოლოო ჯამში? კონფლიქტი ხო მაინც უნდა მოგვარებულიყო. ხო არ შეიძლება ეს სიტუაცია დაეტოვებინათ ასე რომ ორი ადამიანთა ჯგუფი ერთმანეთს ლანძღავს შეურაცხყოფას აყენებს და ბოლოს იქამდე მინიმუმ სასტუმროს დაცვა უნდა ყოლოდა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. პოლიცია ამიტომ არის, თუ არ შეგიძლია ძალადობას საქმე არ უნდა მისულიყო იქამდე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ადამიანი აღმოჩენილიყო იმ ნომრის კართან, სადაც ეს ქალბატონები მეგონი სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რაღაც მორალური ყოლის შემთხვევაში, რომ აი აქამდე მიიყვანეს ეს ისტორია.